მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები საქართველოს მთავრობის წევრებს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის წევრებს, მივესალმები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის ვიცემერს, თბილისის საკრებულოს წევრებს, მივესალმები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პედაგოგებს, მთლიანად დამსწრე საზოგადოებას. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციას, მაგრამ სანამ კონკრეტულ დეტალებზე გადავალთ, მაქვს პატივი სიტყვა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო, მივესალმები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს, მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, მივესალმები ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, მოგესალმებით განათლების სისტემის წარმომადგენლებს, მოგესალმებით განათლების სპეციალისტებს, პედაგოგებს. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და ის უნარები, რომელიც მას მოგვიანებით გამოადგება ის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშე დგას ზოგადი განათლების სისტემა და მის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კონცეფციის შემუშავებაში. დარწმუნებულია, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყურადღებით დავალოდებით, რა თქმა უნდა, რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებით განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სფერო თქვენი მხრიდან მუდმივად გრძნობს და თქვენი ჩართულობა არის მართლაც უდიდესი. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი სულ ახლახანს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა და დაინიცირდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც გუშინ მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული და რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების რეფორმა შეუძლებელია განხილული იქნეს თუ არ არის ის ბმაში სასკოლო რეფორმასთან. ფაქტია, მაგრამ რეალობა არის, რომ დღეს ზოგადი განათლების სისტემა ძალიან ბევრი კომპლექსური გამოწვევის წინაშე დგას. არსებული საგანმანათლებლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის, შესაბამისი კონკურენტუნარიანობის და კონკრეტული ინტერესების მატარებელი ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას. ამისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ჩვენ გამოვავლენთ, რომ იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული და ეს დოკუმენტი თავისი სრულფასოვანი შინაარსით, რომელიც არის განსაზღვრელი, როგორც სასწავლო სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიის სწავლების პროცესთან დაკავშირებული ყველა კომპონენტის მთლიანობაში იყო გაჯერებული ლიბერალური ღირებულებებით. 2023-24 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პარლამენტის თემატურ კომიტეტთან ერთად რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ შეიმუშავა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სრულიად ახალი
დოკუმენტი, რომელიც სკოლის კონსტიტუციითაა ცნობილი და ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ 2024 წლის ივნისში დამტკიცების შემდეგ მთლიანად შეიცვალა ის მიდგომები, და ის სულისკვეთება და ღირებულებები, რომელიც სწორედ სკოლის სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული. და ის დაეფუძნა ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს, პატრიოტულ სულისკვეთებას. წარმოგიდგენთ იმ ძირითად კომპონენტებს, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტით არის განსაზღვრული, ეს არის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გადაცემა, სახელმწიფო ენის, კულტურისა და ისტორიის ღრმაცოდნა და პატივისცემა, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბება, კრიტიკულად მოაზროვნე შემოქმედებითი მოქალაქეების აღზრდა, მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და მათი კეთილდღეობა. სწორედ ამ პრინციპებზე დაფუძნებით ჩვენ ავაგეთ, შევისწავლეთ არსებული სისტემა და გამოვავლინეთ ის მანკიერი მხარეები და ის გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს ზოგადი განათლების სისტემა დგას და პარალელურ რეჟიმში დავსახეთ კონკრეტული ამოცანები თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სისტემის შემდგომში რეფორმირება. ჩვენ გვაქვს დღეს 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და მე პირველ რიგში წარმოგიდგენთ სრულ ჩამონათვალს და შემდგომში თითოეულ მათგანზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ეს არის საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი, სასწავლო მასალების მიმართ დამოკიდებულება, ასევე ეს არის მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს სწავლების პროცესში აღზრდილობითი კომპონენტის ამოვარდნას საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ და აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გადატვირთული აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე ის ბადე, რომელიც დღეს სასკოლო ცხოვრებაში არსებობს, არის აბსოლუტურად დატვირთული მთლიანად აკადემიური შინაარსით და შეფასების სისტემით და აქ ამოვარდნილი არის სასკოლო კომპონენტიდან აღზრდილობითი ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ნაკლები დრო ეთმობა ინტერაქციას და ნაკლები დრო ეთმობა შემოქმედობითობას. ეს დაბალ კლასებში შედარებით შენარჩუნებული არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზედა კლასების კომპონენტზე, იქ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ცდომილება. ცდომილება იმ პროგრამებს შორის, რომელიც არის წარმოდგენილი სასკოლო ცხოვრებაში, იმ პროგრამულ ნაწილთან, ნაწილობრივ, რომელიც ეროვნული გამოცდების, ესე ვთქვათ, კონტექსტში არის წარმოდგენილი. ამ მოცემულობაში ფაქტიურად მოსწავლე ზედა კლასებში მთლიანად ორიენტირებული ხდება სკოლის გარეთ განათლების მიღებაზე, რაც შესაბამისად ოჯახს გარკვეულწილად ფინანსურ წნეხად აწევს და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ბოლო დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების, ასე ვთქვათ, რაოდენობა და ჩართულობა იყოს შედარებით მცირე. მეორე გამოწვევა ეს არის სასწავლო რესურსები, ანუ ის სახელმძღვანელოები, რომლითაც ბავშვები სკოლაში სწავლობენ. 20 წელზე მეტი არის, რაც თავისუფალი ბაზრის პირობებში ჩვენ მივეცით საშუალება ავტორთა ჯგუფებს შეემუშავებინათ კონკრეტული სახელმძღვანელოები, გაევლოთ გრიფირების პროცედურები და შემდგომში ამ სახელმძღვანელოებით მომხდარიყო საგანმანათლებლო პროცესების წარმართვა. თუმცა ამ ყველაფერმა დაგვანახა ის, რომ ერთი და იმავე კლასში, ერთი და იმავე დისციპლინაში ბავშვები სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა სახელმძღვანელოებით სწავლობენ. რაც ერთიანობის სისტემას არ წარმოადგენს, ძალიან რთულია გაზომვა იმ ხარისხიანობის, რომელიც ამ პროცესებთან არის დაკავშირებული და რაც მთავარი არის სწავლის საერთო ხარისხზე და შედეგიანობაზე არის ორიენტირებული. ასევე ეს არის რიგ შემთხვევებში გარკვეულწილად ფრაგმენტული და იმ სიღრმისეულ ცოდნას არ იძლევა, რომელიც აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოს მეშვეობით იყოს გადაცემული. მესამე გამოწვევა ეს არის სასკოლო ცხოვრება, როდესაც დღეს მთლიანად ფორმალურ განათლებაზე არის სასკოლო პროცესი გადართული, მაშინ როდესაც არაფორმალური განათლების კომპონენტები უაღრესად მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად ვიცით, რომ უმეტესობა მოსწავლეებისა სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეებში არის ჩართული და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ თავისი ენერგია, პოტენციალი, ეს ყველაფერი გამოავლინონ იქ იმისთვის, რომ გარკვეულ მიმართულებებით უნარები შეიძინონ და ამავდროულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, თავისი თვითრეალიზაცია მოახდინონ. დღეს სკოლა ძალიან იშვიათად იძლევა ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მინიმალურ დონეზე არის ის საკლუბო თუ სექციური მუშაობა, რომელიც, ასე ვთქვათ, არაფორმალური განათლების კომპონენტში შეიძლება მოიაზრებოდეს. ამიტომ ესაც წარმოადგენს გარკვეულწილად გამოწვევას გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს სასკოლო გარემოში არ ეძლევათ თავიანთი პოტენციალის დამატებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
კავშირი განათლების საფეხურებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გამოწვევაა, გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან სუსტი ბმა სკოლამდელი ასაკის განათლებასა და სასკოლო ასაკის განათლებას შორის, ისევე როგორც სკოლაში ბავშვი სათანადოდ ვერ ემზადება იმ ეტაპზე გადასასვლელად, რასაც ქვია პროფესიული განათლების მიმართულება ან უმაღლესი განათლება. ამავდროულად ჩვენ დავაკვირდით პროცესებს და ვნახეთ, რომ საკმაოდ რთული არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი დაწყებით ეტაპზე, ანუ სკოლაში შედის. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს არის სოციალურ-ემოციური კომპონენტები, რომელიც თავის გავლენას ახდენს და ბავშვის მზაობა ხშირ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი სრულფასოვანი ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ამასთანავე დამამთავრებელ კლასებში ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეულწილად შევასრულოთ ერთგვარი როლი იმისა, თუ როგორ შეიძლება ურჩიოთ სხვადასხვა მიმართულებით კარიერული განვითარების და სასწავლო განვითარების მიმართულება, ისევე როგორც გითხარით, კლასგარეშე ან სკოლის გარეშე სწავლების კომპონენტი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მეხუთე გამოწვევა ეს არის მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ფართე მასშტაბიან გადამზადებით პროცესს ვეწევით პედაგოგიური ხარისხის ამაღლების მიზნით, საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა ფაქტი არის, რომ დამატებითი ძალისხმევა და დამატებითი რესურსი არის საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ეს გარკვეულწილად ბმაში არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან, სადაც პედაგოგიური მიმართულება ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულებაა, რომელიც როგორც ორივე ჰაბში, ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა დაინერგოს. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რიგ დისციპლინებში ჩვენ გვაქვს სიჭარბე კონკრეტული პედაგოგების და გვაქვს დისციპლინები, როგორიც არის მაგალითად ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, რიგ შემთხვევებში მათემატიკაც, სადაც პედაგოგების ნაკლებობა გვაქვს, როგორც საგნობრივ კონტექსტში, ასევე გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით. მეექვსე გამოწვევა ეს არის სასწავლო გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმშენებლობითი და სარეაბილიტაციო პროცესები, რომლითაც რამდენიმე ასეული სკოლა სრულიად ახალი აშენდა, რეაბილიტირდა, მაინც რჩება გამოწვევად სასკოლო ინფრასტრუქტურა და ამასთანავე სასკოლო ინფრასტრუქტურასთან ერთად ისეთი ობიექტები, როგორიც არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, ასევე კვების ობიექტები სკოლებში და სხვა მიმართულებები, რომელიც არსებითად ხელს უწყობს სასწავლო გარემოს სრულფასოვნებას. ამასთანავე კვლავაც გამოწვევად რჩება უსაფრთხო სკოლის კონცეფციიდან გამომდინარე ბულინგთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ნებისმიერი მსოფლიოს ქვეყნისთვის დამახასიათებელი არის და ამ კუთხით დამატებითი ზომებია მისაღები, ისევე როგორც მნიშვნელოვანი არის მანდატურის სამსახურის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების საქმიანობით სკოლების არეალის დაფარვა და შესაბამისი სერვისების კიდევ უფრო ფართე მასშტაბით უზრუნველყოფა. მეშვიდე გამოწვევა ეს არის სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა. დღეს მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არ ყავს საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები და ამ სპეციალისტებთან მიმართებაში არის გარკვეულწილად როგორც რაოდენობრივი, რიგ შემთხვევებში თვისობრივი ხასიათის გამოწვევები, რაც საჭიროებს დამატებით ჩართულობას, დამატებით გადამზადებას მათი, თუმცა ჩვენი ხედვა არის ის, რომ ყველა მასწავლებელი, ვინც კი სასკოლო ცხოვრებაში არის ჩართული, უნდა ფლობდეს ყველა იმ უნარჩვევას, რაც დაკავშირებულია ინკლუზიურობის პროცესის განხორციელებასთან. და ბოლო მერვე გამოწვევა მართვისა და დაფინანსების სისტემა, სკოლების მენეჯმენტი, გამართული მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესებში საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი. დღეს საგანმანათლებლო რესურს ცენტრები არ არიან სრულფასოვნად აღჭურვილი იმ ფუნქციებით, რომლითაც მათ შეუძლიათ მენტორული, გარკვეულწილად ესე ვთქვათ, ჩართულობითი პროცესი იმ დონეზე განახორციელონ, რომ მართვის პროცესების განმართვაში უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ ეს გამოწვევად რჩება, ხოლო რაც შეეხება დაფინანსების კომპონენტს, მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ვაუჩერული დაფინანსება, რაც მაქსიმალურად სამართლიანობის კომპონენტს შეადგენს, თუმცა არის რიგი საჭიროებები კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში დამატებითი სივრცეების განვითარების, ისევე როგორც არაფორმალური განათლების ან სხვა მიმართულებით, რაც იძლევა იმის საჭიროებას, რომ გარკვეულწილად ეს მოდელი გაუმჯობესდეს და ვფიქრობთ, რომ ამ მოდელის გაუმჯობესებაც ასევე ერთ-ერთი აუცილებელი საჭიროება არის.
ეს არის ის 8 გამოწვევა, რომელიც განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად და ამის საფუძველზე ჩვენ მოვამზადეთ კონკრეტული ამოცანები, ნაბიჯები, რომელიც არის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესების გადაჭრა. პირველი ნაბიჯი ეს არის ფუნდამენტური და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი. რას გულისხმობს ეს? უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მთავარი მიზანი და აქცენტირება არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არის თავიდან ბოლომდე ეროვნულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე ორიენტირებული საკუთარი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, კულტურის, ისტორიის დაფასებაზე. სწორედ ამაზე იქნება მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული, მოხდება ამ კომპონენტის ფარგლებში ფუნდამენტური საგნების, ისეთი როგორიც არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, გაძლიერება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოების ცოდნას, სახელმწიფო ენის შესწავლას, რამე თუ ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის და ჩვენი ეროვნულობის მახასიათებელი. ამავდროულად არანაკლები და ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებს, რომელიც STEM მიმართულებაში არის გაერთიანებული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებს წარმოადგენს. სასკოლო საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად. დაწყებითი იქნება პირველი მე-6 კლასი, საბაზო იქნება მე-7, მე-9 და საშუალო საფეხური იქნება მე-10, მე-11 კლასები. თქვენ იცით, რაოდენ სპეკულაციური განცხადებები გააკეთეს რიგმა პირებმა, მას შემდეგ, რაც პრემიერმა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციის დროს სავარაუდო კომპონენტად წარმოადგინა 11 კლასიან სასწავლო პროცესზე გადასვლა და ყოველგვარი არგუმენტაციის და სიმყარის გარეშე არაერთი ოპონენტისგან მოვისმინეთ 12 კლასიან სწავლების შენარჩუნების აუცილებლობაზე. თუმცა ის არგუმენტები საკმაოდ სუსტი და არადამაჯერებელი იყო. რეალობა არის შემდეგი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11 წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს და შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც საბაზო საფეხურზე მე-10 კლასის აღარ არსებობა და საშუალო საფეხურზე მე-12 კლასის არ არსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არც ერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებაში, სახელფასო უზრუნველყოფასთან მიმართებაში არ დაზიანდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ამ ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული მოსწავლეების მომზადების კუთხით უმაღლესის ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებაში. ამ კუთხით ჩვენ შემოგვაქვს მე-11 კლასში ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე და ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა, იმიტომ რომ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებზე და იმ მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული. მეორე ნაბიჯი, ეს არის სისტემური და განახლებადი რესურსები. ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით. ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები.
და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ერთიანი, ესე ვთქვათ, ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი. ამასთანავე, ჩვენ დავნერგეთ უკვე სწავლის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ატვირთვას და ხელმისაწვდომობას, ასევე დამატებითი რესურსების ატვირთვას, რაც ცოდნის გაღრმავებისთვის იქნება საჭირო და ჩვენ ამ პლატფორმის შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას უზრუნველყოფთ. მესამე ნაბიჯი, ეს არის მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა. როგორც გითხარით, არაფორმალურ განათლებას უნდა მივცეთ უფრო მეტი დატვირთვა. ამ ეტაპზე მე მინდა ძალიან დიდი მადლიერებით ვთქვა, რომ წელს დაწყებული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომელიც ღირებულებით განათლებას ეხება, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს იმ სკოლებში, 50-ზე მეტ სკოლაში, სადაც ჩვენ ეს შევიტანეთ და ვაპირებთ ამ მიმართულების გაფართოებას, სადაც ბავშვებს ასწავლიან სამშობლოს სიყვარულს, ცხოვრებისეულ ფასეულობებს, მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ ბავშვები უნდა აღზარდოთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომელიც სწორედ მოსწავლე ახალგაზრდების აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ბატონ მინისტრთან ერთად ჩვენ ახლახანს ორი პროექტი დავიწყეთ. ერთი ეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, ხოლო მეორე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების გაცნობას, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოცემულობა ჯარის ბანაკის სახით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია და ამავდროულად მოსწავლეებს ყოველკვირეულ რეჟიმში სხვადასხვა საჯარისო ბაზებში სტუმრობის შესაძლებლობა აქვთ და ისინი ეცნობიან იმ მხედრულ სულისკვეთებას, იმ განწყობას, რომელიც თავდაცვასთან არის დაკავშირებული. ამასთანავე წელს ჩვენ 150-ზე მეტ სკოლაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ჯარის გაკვეთილები, სადაც მხედრულ სულისკვეთებას, პატრიოტულ მოტივებზე დამოკიდებულ კონკრეტულ პროგრამებს ასწავლიან და რა თქმა უნდა ისტორიებს ჩვენი გმირების შესახებ. ამიტომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განსავითარებელია, არის ჩამოსაყალიბებელი გარკვეული კლუბები, სექციები, რომელიც ღირებულებით კომპონენტზე იქნება აგებული და ეს მისცემს საშუალებას როგორც სწორი აღზრდისა, ასევე თავისი რეალიზაციისა და კონკრეტული უნარებისა და ნიჭის გამოვლენისა. მეოთხე ამოცანა ეს არის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა. ამ მოცემულობაში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ის კავშირი და ბმა, რომელიც უნდა არსებობდეს სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლას შორის. და ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფილი იყოს და მხარდაჭერილი იყოს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ როდესაც შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა, რეალურად თქვი კიდევაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან დღეს არსებული კანონმდებლობით, უჭირთ ის სოციალურ-ემოციური ფონიდან გამომდინარე, მზაობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენ გამომდინარე ამ მიზნებიდან და იმ კომპონენტიდან, რომ 11 წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეიძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი. ამასთანავე შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდგომში ნელ-ნელა უკვე საჭიროებიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება. ასევე სკოლებში უნდა შემოვიღოთ პროფესიული და კარიერული მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულებები და იცით, რომ ჩვენ უკვე მეორე წელია დაწყებული გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, რომელიც ყოველწლიურად გაფართოვდება, თუმცა ახალგაზრდებს ესაჭიროებათ სწორი მიმართულების მიცემა, სწორი დაკვალიანება იმისთვის, თუ სკოლის შემდეგ როგორ განვითარდნენ, რა მიმართულებაზე გააგრძელონ ცხოვრებისეული გზა და ვფიქრობთ, რომ ესაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. მეხუთე ამოცანა ეს არის პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. პედაგოგიკა
გადაიქცევა უმაღლესი აკადემიური დონის მიმართულებად. თუმცა რა თქმა უნდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა და ჩართულობა ამ პროცესებში და გააგრძელებს პროფესიული უნარების განვითარებაზე ძალიან აქტიურ ზრუნვას. ამასთანავე ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ შევისწავლოთ დეტალურად, როგორც გეოგრაფიულ, ისევე საგნობრივ ჭრილში სად გვაქვს დეფიციტი და შესაბამისად ამ მიმართულების კონტექსტში მოვიზიდოთ მასწავლებლები, გადავამზადოთ და შესაბამისი სკოლები უზრუნველყოთ ამ პედაგოგებით. 2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა. ამ სქემის განვითარება, ამ სქემის განხილვა დაახლოებით 1 თვის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში და დიდ ქალაქში განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ დეკემბრის ბოლომდე ვაპირებთ, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავამტკიცოთ, რომელიც საშუალებას მისცემს თვითონ მასწავლებელს, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს არა მარტო ლოკალურად სკოლის დონეზე, არამედ რაიონულ, მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზეც. ამასთანავე ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვას, რომელიც მნიშვნელოვანი არის ამ კონცეფციაში. მეექვსე ამოცანა, ეს არის თანამედროვე სასწავლო გარემო. მოგეხსენებათ, რომ 1 სექტემბრიდან სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კოორდინაცია და თანამშრომლობა, რისთვისაც მინდა მადლობა უთხრა სამინისტროს ხელმძღვანელობას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიგეგმებით თუ ყოველწლიურ ჭრილში რომელი სკოლების მყისიერად რეაბილიტაცია და მშენებლობა მოხდეს. რა თქმა უნდა, ამ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება სპორტული ინფრასტრუქტურაც და რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტირებული ვართ, რომ კვების ობიექტები იყოს ყველა სკოლაში და შესაბამისი ფართები იყოს უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ იქ კვების ობიექტები გაიხსნას. ამასთანავე, ჩვენ ახლახანს დავამტკიცეთ სკოლის ლაბორატორიული სტანდარტი, რომლის საფუძველზეც 2026 წლიდან დაწყებული 2027 წლის ბოლომდე ყველა საგანმანათლებლო სკოლას, საჯარო სკოლას ჩვენ მივაწვდით შესაბამის აღჭურვილობას იმისთვის, რომ ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის სასწავლო პროცესები სრულიად გამართულად და შესაბამისი კომპონენტების გამოყენებით წარიმართოს. ასევე ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში აუგზავნოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვ მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერგვას. როგორც გითხარით, ბულინგის კომპონენტი კვლავაც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და ამ კუთხით ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგავთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კამპანიური ხასიათი უნდა მივცეთ შემეცნებით აქტივობებს, რომელიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს და ამავდროულად კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება, იმისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამასთანავე ჩვენი მიზანი არის, რომ ამ კონცეფციის განხორციელების პარალელურად ყველა სკოლა საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს მანდატურის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სერვისებით, იმიტომ რომ ეს მზარდია, ეს საჭიროა და მათი ჩართულობა უდიდეს ეფექტიანობას გვაძლევს. და მეშვიდე კომპონენტი ეს არის ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. ინკლუზიურობის კუთხით ჩვენ, როგორც გითხარით, ყავს სპეცმასწავლებლები, რომლებიც მართლაც ფასდაუდებელ შრომით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ძალიან დიდი მხარდამჭერი და დასაყრდენი ძალა, თუმცა როგორც გითხარით, არც რაოდენობრივი კომპონენტია მისაღების და საკმარისი და მეტი საჭიროებები ჩანს. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ყველა პედაგოგი გადავამზადოთ ისე, რომ მათ ჰქონდეთ სრული ცოდნა იმისა, თუ რა არის ინკლუზიური განათლება, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი ბავშვს და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ დაბალი კლასის პედაგოგებზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადრეულ პერიოდში გამოავლინონ ეს საჭიროებები და მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ამასთანავე ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.
ამასთანავე ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ქულით ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით. და ბოლო ამოცანა, ეს არის მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმი. მართვის პროცესში საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ჩართულობა და მეტი ხარისხით მონაწილეობა არის არსებითად მნიშვნელოვანი კომპონენტი. მათი მხრიდან მენტორული თუ სხვა კუთხით პროფესიული ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, გააძლიერებს სკოლების საქმიანობას და გამართულ მენეჯმენტს. ამასთანავე, ჩვენი ახალი ინიციატივა და მიზანი არის, რომ მშობელი კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ 2026 წლის იანვრიდან სამინისტროს ხელმძღვანელობა მე პირადად გეგმავთ, რომ ინტენსიურად საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შევხვდეთ მშობლებს, ღიად გამჭვირვალედ ვისაუბროთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც მშობლები აყენებენ და მივიღოთ კონკრეტული რეაგირებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც სასწავლო პროცესისთვის იქნება აუცილებელი და გამაჯანსაღებელი. და რაც შეეხება დაფინანსების თემას, რა თქმა უნდა, ვაუჩერული კომპონენტი აბსოლუტურად შენარჩუნებული იქნება, თუმცა ჩვენ ვიფიქრებთ სხვადასხვა მოდელების განვითარებაზე, რომელიც იმ საჭიროებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სრულფასოვანი მხარდაჭერა იყოს სკოლების საჭიროებებზე, რათა მათ თავის თავზე დაკისრებული ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულონ. ამ ნაბიჯების გადადგმა არსებითად შეცვლის სწავლასწავლების პროცესს, მას უფრო ეფექტიანსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. და ეს შედეგი არის რა? ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ჩვენი საზოგადოების მომავალი, მისი გაძლიერება და განვითარება და იმ ეროვნული სულისკვეთებით ჩვენი შვილების აღზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციულად ყოველთვის დამახასიათებელი იყო. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გეტყვით, რომ დოკუმენტი, რომელიც სრულფასოვნად ასახავს ამ კონცეფციას, ამ წუთებში აიტვირთება ოფიციალურად სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩვენ გადავდივართ იმ ფორმატში, რასაც ქვია მიზნობრივ და დაინტერესებულ ჯგუფებთან ამ დოკუმენტის განხილვა, პოზიციების შეჯერება და მას შემდეგ, რაც ყველა პოზიცია შეჯერებული იქნება, ჩვენ უკვე მთავრობაზე წარვადგენთ ამ დოკუმენტს იმისთვის, რომ მთავრობამ დაამტკიცოს და ჩვენ უკვე შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში შევძლოთ იმ მიმართულებების განვითარება, რაც ამ დოკუმენტით იქნება საბოლოო ჯამში ასახული. დიდი მადლობა.